კიდევ ერთხელ მინდა გამოვიხმაურო დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციას, რა თქმა უნდა სოლიდარობა, რა თქმა უნდა მოუწოდებ ყველას, პარტია იქნება ეს, ადამიანი იქნება, ოპოზიცია იქნება, თუ პოზიცია იქნება, რა მნიშვნელობა პირველ რიგში ქალბატონებს სოლიდარობა გამოუცხადეთ ამ ქალბატონებს, ქალური სოლიდარობა და აუცილებლად დაუდექით გვერდში, როგორ იქცევა ხელისუფლება უკვე ფაქტია და რა ხელისუფლებაც არის, ეს უკვე ფაქტია, აი პლედის მიტანასაც და დღეს უსვენდი და ბანერის მიტანასაც კი უკონტროლებს უკვე და ეს ბავშვები რომ ხელისუფლებას ფეხებზე კიდია, ეს უკვე ფაქტია. არადა მათ რომ ურთიერთობა არ ქონდეთ გაფუჭებული ევროპასთან, დარწმუნებული ვარ, ახლა 100 ბავშვის პრობლემაა, როგორც ვიცი, ხო? 100 ბავშვის წამას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, საფრანგეთი იქნება, გერმანია იქნება, ეს თუ დანია თუ ბელგია, ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში აჩუქებდა ბოლო-ბოლო ამ ბავშვებს. ამაში ვარ დარწმუნებული, ოღონდ ამას არ უნდათ ახლა ეს გააკეთონ, რამე თუ არ უნდათ ევროპის კეთილშობილური და ჰუმანური სახე დაგვენახოს, თორემ დარწმუნებული ვარ აჩუქებენ. ახლა რა თქმა უნდა გვერდში უნდა დავუდგეთ ეს უკვე ვთქვი, მაგრამ მე მინდა ახლა მოუწოდო, რა ვიცი, ახლა ჩემი აზრი გამოვთქვა, ახლა მიმდინარეობს პატრიარქის არჩევა და ნეთვლი რომ აი ყველაზე მეტი მაგარი კანდიდატი და ასარჩევი კანდიდატი ის იქნება, ვინც აბსოლუტას მოვა და რომლისთვისაც ბავშვების სიცოცხლეა უპირველესი, რაც პირველ რიგში ქრისტიანობას ნიშნავს, მოვა და აი დაუდგება ამ დედებს გვერდში. აი ის ეპისკოპოსი იქნება ალბათ ყველაზე ღირსი იყოს პატრიარქი საქართველოსი და აგრეთვე მინდა სპორტსმენებს მოუწოდო და განსაკუთრებით მოუწოდო კვარაცხელიას, ჩვენ სახელოვან ფეხბურთელს, მას და მათ შეუძლიათ წამოიწოს საფრანგეთში, აი მეგობრებს თხოვოს, გუნდის მეგობრებს, სხვა გუნდის წევრებს და ისინი აყობიან რა, ფრანგები სუსხები არიან, რაღაცნაირები არიან, მაგრამ მე ვთვლი რომ არიან კეთილშობილები, წამოიწოს კამპანია, მიმართოს საფრანგეთის მთავრობას და დარწმუნებული ვარ რა. აი დარწმუნებული ვარ, ბიჭო, 100 ბავშვის გადარჩენა საფრანგეთისთვის არაფერს აი აფელი არა. გეგენ კი ამბობენ ახლა ეკონომიკურად დაინგრავა, მაგრამ და კი ამბობენ საქართველოს ასრებს, მაგრამ ნამდვილად აფერს წარმოადგენს საფრანგეთისთვის 100 ბავშვის წამლის გამოგზავნა და ჩუქება საქართველოსთვის და ჩუქება იმ ბავშვებისათვის. და თუ იზამს ამას, იქნება ძალიან კარგი რა. წამოიწოს მოძრაობა და მიმართოს საფრანგეთის მთავრობას დახმარების შესახებ, რომ უჭირს საქართველოს ხელისუფლებას არ აგეთებს და ნუ დაღუპავთ ბავშვებს, გთხოვთ გადაარჩინოთ. მადლობთ ყურადღებისათვის.